შენ ხო ქონდა დრამაზე დაწყობილი გადაცემა? კი. ეხა აღარ არის შენი გადაცემა. ვინ გითხრა? ჩემ თავზე დაწყობილი გადაცემა და დრამა არ იყო და დღემდე არის. გააკეთებინეს პოდკასტი, აიყვანა სააგენტო, მისცეს სპონსორები და რა ნიჭიერებაზე მეუბნები, შეჩემა დრამა არის. პირად მომაწერინე. ის მომი თუნდაც. არ წყაბი ფსაუგია. დომენიკ რეიშმალომის მოუგო, რა არის? არა. გამარჯობა, ჩვენ ვართ PAB 44-ში. ეს არის გადაცემა მოდი ვიკამათოთ და დღეს ჩვენი სტუმრები არიან ჰიტა და ოზი. როგორ ხართ? მშვენივრად, თავად როგორ გიხო? წეგან კი მივესალმეთ ერთვარეს, მაგრამ მოიცა ესე რა. ეს არის ერთადერთი გაფეიქება, რაც ამ გადაცემაში იქნება. ხელოვნურად არ მოხდება არაფერი. გვიწერდნენ კომენტარებში, რომ ყველა თამაში რანაირად თავდება 3-2. წინ არ დამთავრებულა და სხვა შორის გადავხედეთ წინა გადაცემის მე სხვა გადაცემებსაც და ხშირი იყო 3-1, 3-0 ყოფილა. დღეს იმედია დიდხანს დავრჩებით. აქ და იმედია საინტერესო თემები იქნება თქვენთვისაც. 2-2-ზე გავჩერდებით. 2-2-ზე, ეგრე არ შეიძლება. 2-2. არა, ეგრე არ მოსულა. გამარჯვებული ყოველთვის ყავს ამ გადაცემას. კაი. გამარჯვებული შეფასება რამდენად ობიექტურია? სრულიად სუბიექტურია. საერთოდ არ მაქვს პრეტენზია ობიექტურობას. საერთოდ რო არ მომედავოთ, საერთოდ არ მაქვს და ხალხმა შეაფასოს რა, აქ გამარჯვებაზე არა, მხოლოდ შეიძლება ხალხმა გადაწყვიტოს, რომ ნამდვილი გამარჯვებული შენ ხარ და არა ოზი, რომელიც მოიგებს. ანუ კომპეტიტივი მიდგომა არ გვინდა. ახლა გადაწყვიტა უკვე ოზი მოიგებს, მაგრამ ხალხისთვის ჰიტა იქნება, მაინცო გამარჯვებულია. აი, ხედავ? ნახოთ. მაშინ წესებს გაგახსენებთ თუ არ გინახავთ ან გინახავთ, მაგრამ დაგავიწყდეთ ეს გადაცემა. რიგრიგობით ასაბუთებთ თქვენ არგუმენტს, მას შემდეგ რაც მოისმენთ დებულებას, მე კი ირთვება საერთო წუთი, საბოლოოდ მე ვიღებ გადაწყვეტილება საერთო წუთის მერე თუ რომლის არგუმენტები უფრო მომეწონა. შეიძლება შენ გეთანხმებოდე, რასაც ამტკიცებ, მაგრამ ჰიტას არგუმენტები უფრო მომეწონოს, შესაბამისად ის ქულა მივცე ჰიტას. სასჯელი არის ტეკლას ერთი შოთი. ვისთვის სასჯელი, ვისთვის გამარცხება. ვისთვის. კარგი, მოდი დავიწყოთ თუნდაც. მერაბ დვალიშვილის კარიერა UFC-ში უფრო შთამბეჭდავია ვიდრე ილია თოფურიას. UFC-ში. UFC-ში, ბატონო. კამრამდე და კამრის მერე. ხო, ოკეი, შთამბეჭდავი. საინტერესო სიტყვა. ვაუ. მზად რო იქნებით მითხარით. კაი საფრთხილი კი არის. კარგი, მე მზად ვარ. 3, შენცად ხარ? მიდი. 3, 2, 1. ვა. მაშინ დაიწყოს ოზი, ვინც ეთანხმება? ვინც ეთანხმება მაგას. არა, მე ჰიტა დაიწყებს რიგრიგობითა. უბრალოდ ვიღაცა ხომ უნდა გახსნას და მოდი შენ გახსენი, რატომ ეთანხმები ამ დებულებას. ერთი მიზეზი, რატომაც ამას ვამბობ, არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ილიას აქვს ალბათ 3 ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება ზედიზედ, რაც ისტორიაში ყოფილა, მერაბს აქვს ანუ დრამატურგიულად ბევრად უფრო სახასიათო, ანუ გამარჯვებები, ანუ UFC-დან გაგდების პირას მყოფი მებრძოლი 2 წაგება ზედიზედ და ამის მერე წაგების კი არა, მოგებების სერია ისეთი მებრძოლების, ისეთი ლეგენდების, ზოგიერთი ძალიან მაგარი პროსპექტის, დაღესტნელების ყოველ შემთხვევაში, ნურმაგომედოვების კლანის პირველი დამარცხება ვნახეთ მერაბის ხელით რა და ერთ-ერთი მიზეზი ეგ არის რა, რო არ ჩავთვალოთ ის ჩემპიონები, ის სახელები, რაც ტიტულამდე მისვლას, ესე რომ ვთქვათ, მისვლას დასჭირდა რა, ესე რომ ვთქვათ. თორე ილია რო ერთი რომელად რაღაც ფენომენალური მებრძოლი არის და ჩემი აზრით მომავალი GOAT-ი არის ამ სპორტის, მაგაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ უბრალოდ ამ მომენტისათვის დღესდღეობით გონია რომ მერაბს უფრო შთამბეჭდავი UFC-ს კარიერა ქონდა ვიდრე ილიას. მიუხედავად იმისა, რომ ილიას აქვს კიდევ ერთხელ ვიტყვი 3 ყველაზე მაგარი გამარჯვება, ზედიზედ გამარჯვება UFC-ს ისტორიაში რა. რას დაუპირისპირებ? შენი ერთი წუთი და მე უკვე საერთო წუთი, სადაც გამიჩნდეს ესეთ რაღაცას, რომ დავიწყებ თავიდან იმით, რომ მერაბი არის ჩემს საყვარელი მებრძოლი. მერაბის გამო დავიწყე საერთოდ ამ სპორტის თვალის დევნება და მერაბმა შემაყვარა და მერაბის ჩხუბებზე გამიცდია ეს სპორტი რატო უყვართ ადამიანებს, მაგას მივხვდი, როცა მერაბის ჩხუბებს უყურებდი, იმდენად აღმართოვანებელი იყო ჩემთვის. მაგრამ მე ვხედავ ესეთ რაღაცას, რომ მერაბი ესე წარმომიდგენია გლობალურ
ჭრილში, რომ მერავი არის ქართველი კაცი, ქართველებისთვის საამაყო ადამიანი, კიდე ვერ ხვდებით ქართველები რამდენად დიდი გენია არის და ალბათ 10-15 წლის მერე კიდე მიხვდებიან როგორი ბრძვისიანდულეში და რამდენად მაგარია. და იქნება როგორც ქართველი სუპერგმენი, ჩემი აზრით, ის განვლილი გზაც, როგორც დაიწყო და სანამდეც მივიდა, ეგ ის ამერიკული ოცნებაა და ეს საოცარია თავიდან ბოლომდე. უბრალოდ ილია სთან შედარება ვერ ვახდენ, კარგად, ანუ საერთოდ სხვა რაღაცა არის ეს ორი რამე რა. ილია არის უფრო ისეთი ტიპი, როგორც არის ჯორდანი, როგორც არის რონალდო, ანუ თუ მერაბი ქართველების ჩემპიონია, ილია სუპერსტარ რაღაცნაირი ტიპია რა, რომელიც რომელიც MMA-ის საზღვრებში არ ზის. და შთამბეჭდავობის კუთხით თუ ავიღებდით, ანუ ერთი ქართველის განმოსახედიდან ალბათ რო რამე შეიძლება მეც ოზისნაირი პოზიცია მქონოდა, მაგრამ თუ ამას გლობალურად ავიღებთ, როგორც დედამიწაზე ეფექტის მომხდენი ტიპი რა, ილიას სუპერსტარობა სხვა ლეველზე არის რა. საერთოდ წუთი შეგიძლიათ იკამათოთ. მანდ მეც რას ვიტყვი? როგორ შეიძლება ადამიანმა აქციოს საკუთარი თავი ყველას დროს ზულდა რა ეგეთი მებრძოლიდან. ილიას სიძულზე არ ვამბობ, ანუ გულისხმობ რას, რომ მერაბი, ესე რომ ვთქვათ, UFC community-ისთვის იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი ტიპი იმის გამო, რომ decision მანქანა და ასე შემდეგ რა. და უცებ ეხლა ყველას უყვარს რა და ეგ ზუსტად იმას ანახებს, რომ ადამიანმა იმდენი იშრომა, იმდენი გაიარა, რომ ბევრ, ანუ ესე რომ ვთქვათ რა, ილია იყო სუპერსტარი, თავიდანვე სუპერსტარი იყო. მერაბი არის დაბლიდან მაღლა ასული ტიპი რა, რომელიც არ უყვარდათ და ეხა ყველას უყვარს, აბსოლუტურად ყველას უყვარს. რა მერაბის ჰეიტერები თითქმის აღარ არსებობენ რა. ხო, მაგრამ ნახე შთამბეჭდავს ამ სიტყვას აქვს ესეთი მნიშვნელობა, ჩემი აზრით, რომ ამ წუთისთვის ილია თოფური არის სოფლიოში მეოთხე ადგილზე MMA-ში, ვინც კი ყოფილა ფოლოვერების რაოდენობით რა, პირველზეა მაგრეგორი, მერე ხაბიბი, მერე რონდა როუსი და მერე უკვე ილია. და ილია ეხა იწყებს. ანუ ილიას აქვს იმის პერსპექტივა, რომ მაგრეგორზე დიდი გახდეს შეულებრივად. ეხლა მესამე კამარი თუ მოიგო, მე საერთოდ სხვა მაგაში გეთანხმები და არის იმის დიდი შანსი, რომ არც ისე შორეულ მომავალში 2 წელიწადში დაახლოებით ილია გახდეს ზოგადად MMA-ის კი არა, სპორტის სახე და ის შთამბეჭდავი თვითონ ეგ სიტყვა მგონია რომ ამ ყველაფერს უხდება რა. კი, მაგაში მოყვები, მაგრამ კითხვა იყო რა, რომლის გზა უფრო შთამბეჭდავი არის და შთამბეჭდავი მერაბის გზა არის, მიუხედავად იმისა, რომ ილია სუპერსტარი არის უფრო დიდი. ესე ვიტყვი. ხო, მაგრამ სუპერსტარობა დრამატურგია ნუ გავიწყდება. ქვევიდან ზევით, ანუ from zero to hero არის სტორი და ილია პირდაპირ ის თავისი ისტორიის გმირი არის. ილიას აქვს წიგნები, ილიაზე არის ფილმები. ილია იყო სუპერსტარი იქამდე, სანამ სუპერსტარს გაიგებდა რა იყო, რავი, MMA-ში ქართველი მაყურებელი. შთამბეჭდავობა და სუპერსტარობა ერთმანეთის სინონიმებია. არ არის. როგორ არ არის? ანუ ნახე, შეიძლება იყოს ძალიან მაგარი ვარსკვლავი ძალიან ცუდ ჰოლივუდურ ფილმში, მაგრამ შეიძლება იყოს ტიპი, რომელიც ნულიდან არის დაწყებული, ანუ არავითარი ისტორია არ ქონია აქამდე და პირველი ფილმით გახდეს ისეთი შთამბეჭდავი მსახიობი ყველასთვის და იმდენად საყვარელი ტიპი ყველასათვის, რომ გადაფაროს უცებ ყველა და ყველაფერი. ზუსტად ეგ არის მერაბი ჩემთვის ამ მომენტში. ილია იყო ზევით და არ ჩამოსულა ქვევით, მერაბი იყო ქვევით და გაზარდა თავისთავი აიყვანა მწვერვალზე. ეგ არის და ეგ მეტი არაფერი. მე არ დავამატებ. უნდა მივიღო გადაწყვეტა, რა ძალიან გამიჭირდა. ან მაგ თემაზე მეც მიფიქრია და ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, აი მაგ მხრივ შთამბეჭდავი რომელი უფრო, იმიტომ რომ ნუ მერაბს მართლა აგდებდნენ დივიზიონიდან, მერაბს არაძლევდნენ სატიტულო ბრძოლას. აი ხნის განმავლობაში მერაბი არ ეჩხუბებოდა თავის ძმაკაც, უარს აცხადებდა კამარზე მაგის გამო, რაც UFC-ში მე მგონი უპრეცედენტო შემთხვევაა, ხო? ძალიან იშვიათად რომ ეგეთი რაღაც მოხდეს, შეიძლება საერთოდ არ ყოფილა. აქეთ მართლა ჰიტერას სამობს სამმოგებიანი სტრიქი, როგორც შეიძლება საერთოდ ამ სპორტის ისტორიაში არ ყოფილა, რომ ერთმანეთს მიაყოლო ვოლკანოვსკი, ჰოლოვეი და ოლივეი. ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ბოლოს თითქოს ოზის არგუმენტები უფრო მომეწონა, რომ რაღაც აი თუნდაც მორაისთან ბრძოლა გამახსენდა და ასე შემდეგ. ძალიან მცადე რომ ჩამეთიშა ჩემში ყველაფერი რაც მინახავს UFC-ზე და მარტო აქ მოსმენიდან გამომეტანა დასკვნები და მე მგონი რაღაც მხრივ გამომივიდა. ოდნავ აი ოდნავ გადავიხარე ოზისკენ, ამიტომაც 1-0 და მოგიწევს კილოს დალევა. იბატონო.
მართლა ძალიან გამიჭირდა. ორივე მებრძოლს უსურვებ უამრავ გამარჯვებას, წარმატებას და რასაც აკეთებენ, უნორმალურად დიდი საქმეა თითოეული ქართველისთვის და ჩვენც დავუფასოთ და გავახსენოთ ჩვენი შემოგიერთებით ფლუდით. გულშემატკივრობით როგორ შეგვიძლია და ასევე კიდე სხვა მებრძოლებსაც რა. გაიხარეთ. გაუმარჯოს ბიჭებს. მუსიკა უფრო განსაზღვრავს ადამიანის განწყობას, ვიდრე ამინდი. სად რო იქნებით დაიძახით. მე მივიღე გავაწოდე. 3 შენ სათხარ? 2 1 ვა წინა მინდა იწყო ოზი ხო მაშინ ხიტამ უნდა დაიწყოს ბოდოა ვა საინტერესოა აი რადგან უფრო არის ხო მაშინ ჩვენაზეც ბოდოა იმიტომ რომ მუსიკა ჯერთი ახალი ფენომენია ასე ისტორიულად რო გავყვეთ და ბიოლოგიურად თან მუსიკა მაშინ ახდენს შენზე გავლენას როცა უსმენ და ამინდი სულ ახდენს გავლენას ანუ არა აქვს მნიშვნელობა მაგრამ ამ შემთხვევაში მუსიკას როცა უსმენ ეგ მდგომარეობაა შედარებული როცა ამინც რო უსმენ ხო ამინც რო უსარიც ჩემნაირად უსმენს ანუ ნახე მუსიკას ან ჩაუჯექი და უსმენ მაშინ რა თქმა უნდა უფრო დიდი გავლენა ექნება მაგრამ ბუნებას ეგრე ხო არ ჩაუჯდები და ბუნებასთან ხო არ ხარ ანუ გარეთ ან ჩვენ ცხოვრებაში რა დოზითაც არის წარმოდგენილი და მე ეგრე წარმოვიდგინე რა ჩემი აზრით უფრო მეტი ადამიანია დედამიწაზე ისეთი ვისაც ბუნებასთან უფრო მეტი დროის გატარება უწევს ბუნებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვიდრე მუსიკის გარემოცვა შეიძლება არ მოусმინოს წლები ვიღაცამ და ვიღაცამ რომ წლები მუსიკას უსმინოს და ბუნებასთან შეხება არ ქონდეს ეგეთი ბევრად ცოტა მგონია რა. ანუ მასშტაბურად გულისხმობ. თუმცა ეხლა სხვანაირად გავიაზრე კითხვა, რომ ეს მუსიკას თუ ჩაუჯექი და შენზე ემოციურად მოქმედებს, მაგ კონკრეტულ მომენტში უფრო ძლიერი იქნება. თუმცა lifetime-ის განმავლობაში ბუნებას ვითხოვდი, როგორც თქვი რა. რას დაუპირისპირებ? რაღაც მხრივ გეთანხმები იმას, რომ ბუნება და ზოგადად ესე რომ ვთქვათ, ამინდი მოქმედებს ადამიანის განწყობაზე. მაგრამ ჰიტა, მოდი ნუ გავიხსენებთ იმას, რომ ჩვენ ვართ იუთუბერები. ჩვენ გვქნით ისტორიებს, ჩვენ ანუ ამ ისტორიას გადმოვცემთ ადამიანებისათვის, ხო? და თუნდაც ამ თხრობის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი და კარგი ანუ ჩვენი იმ მომენტის ემოციის გადმომხატველი არის მუსიკა. მუსიკის გარეშე რომელი ვიდეო გინახავს ისეთი, რომელიც რაღაცას აღძრავს ადამიანში. მუსიკას ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმაში, თუ როგორ გაგრძნობინებს თავს ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ რაღაცაში. მიდიხარ მანქანით სადღაც, შეიძლება გარეთ წვიმა იყოს, მაგრამ მუსიკა, ანუ წვიმა იდეაში უნდა გაგდებდეს ხასიათზე, მაგრამ ჩართავ რაღაცა ისეთ მუსიკას, რომელიც აი აგამაღლებს რა. არის ეგეთი მომენტი. თუნდაც იგივე შენს ვიდეოს, როდესაც წვირთავ, ამაზე მუსიკაზე რამდენ ხანს ფიქრობ, შენ მაინტერესებს, რამდენ ხანს ფიქრობ იმაზე, თუ რა განწყობაზე გინდა რომ დააყენო შენი მაყურებელი. ანუ როგორ შეიძლება შენ, ეხლა მე კითხვა მაქვს, როგორ შეიძლება შენ მაგაზე არ დაფიქრებულიყავი და არ გეითქვა ეგ, რომ იცი რა, მუსიკა კი ძალიან ბევრს წყვეტს. ანუ იმაზე რომ ჩემს მაყურებელს შეუქმნა სწორი განწყობა იმისათვის, რომ რა ამინჩიც არ უნდა უყუროს ჩემს ვიდეოს. დადგეს კარგ ხასიათზე, ან იგრძნოს ის რაღაც სევდა, რაც მე ვიგრძენი. ანუ ძალიან კარგი თხრობის მექანიზმი არის და მგონია რომ ამინდზე ბევრად უფრო უკეთესად გამოხატავს ამ ყველაფერს და ისტორიაში კი ამინდი ოდითგანვე არის, მაგრამ ადამიანებმა როდესაც მუსიკა შექმნეს, იმისთვის შექმნეს, რომ სხვებისთვის გადაეცათ ის ემოცია, რისი გადაცემაც სურდათ. და ეგრძნობინებინათ ის, რაც ხო, ის განწყობას დაეყენებინათ, რაზეც სურდათ იმ მომენტში, როდესაც ამას წერდნენ ამ კომპოზიციას რა. შეიძლება კი, ორივე შეიძლება საუბარი. კითხვა იყო ასეთი, რომელი უფრო დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ემოციებზე, ხო? ახლა ბაბუაშემი რო ცხოვრობდა ლეშხუმში და იქ ვენახი რომ მოყავდა და კიდე რაღაცეები, იქ კოხი რო წამოვიდოდა, ანუ ისეთ ცუდ განწყობაზე დადგებოდა, რომ ერთ-ერთი მუსიკა იმას ვერ გავუსწორებდა რა. მაგრამ დაიწყებდა სიმღერას და აიმაღლებდა თავის განწყობას იტა. ანუ ნახე ჯერ კაცობრიობა იმდონეზე არ განვითარებულა, რომ ამინდს და ბუნებას ეგეთი პატარა გავლენა ქონდეს რა.
დღემდე ეხლა ცუნამში რომ მოყვე, ცუნამი თუ წამოვიდა, რაც არ უნდა მუსიკას მოусმინო, არ მოგეწონა. ხო, მაგრამ თუ მუსიკაზე იქნები, უფრო ხოდით გადაურჩე. გაიქცევი უფრო შორს. შეუძლებელია, მუსიკა ვერ გადაგარჩენს, როცა ცუნამი გეტაგება. ჰიტა, როდესაც ომში მიდიოდნენ ტიპები, ქონდათ ხოლმე რამხელა თავისი საყვირები, რომ განწყობა შეექმნათ ამ მუსიკას. ხო, მაგრამ რამდენი ომი წაგებულა, იცი, ტალახის გამო. ან რაღაცა წვიმის. წაგებულა, მაგრამ განწყობას. ხო, განწყობაზე განწყობას. ნახე, საბრძოლო განწყობაზე გაყენებს მუსიკა. მუსიკა გაძლევს იმ ემოციას, რაც გინდა. წვიმაში ხარ თუ სადაც ხარ, მიდიხარ იმისთვის, რომ შეაკვდე იქ. შეიძლება წააგო, შეიძლება მოკვდე, მაგრამ განწყობა გაქვს. რომანტიკულია, რეალურად და სხვანაირად. რეალურად შეშინებული ხარ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შიშის გადალახვისთვის ზუსტად მუსიკა მოდის, იტა. აი, ომში მიდიხარ და იქ რო წვიმა იწყება და ტალახი. ყველაფერს თავი დაანებე. როდესაც დადიხარ და ისრებით კლავენ, ანუ წარმოიდგინე შენი თავი ეხლა ოქტაგონზე დგეხარ და ჩაირთო უცებ დესპერადოს სიმღერა, რა გჭირს? რა განწყობაზე ხარ? შენ წინააღმდეგ გამოდის, რა განწყობაზე ხდები? ოქტაგონზე თუ ხარ მუსიკა ჩაირთო ოქტაგონი რო გადავიტანო სხვაგან წვიმაში იყოს, მაგრამ ოქტაგონზე ჩაგერთო მაინც დესპერადოს მუსიკა. როგორ მოქმედებს შენზე? ანუ რო იცი რომ დაუმარცხებელი ჩემპიონი მოდის, რომ ერთ დარტყმაში გაგთიშოს. ნახე, ეგეთი არის ერთი ადამიანი, დედამისი. არა მარტო ერთი ადამიანი არის. აფრიკაში რომ წახვიდე იქ, სადაც მუსიკა მაქსიმუმ შამანიზმი არის. და იქ ბუნება არის, ლომი და ზუსტად ეგ შამანიზმი როგორ მოქმედებს ადამიანზე, ადამიანის განწყობაზე. ამინდი განსაზღვრავს. ბიჭო, ამინდი განსაზღვრავს ბევრ რაღაცას, მაგრამ განწყობას განსაზღვრავს მუსიკა უფრო მეტად ვიდრე ამინდი. ამინდი შეგიძლია სრულიად უგუნებელყო, თუ რა თქმა უნდა წარღვნა არ მოდის და არ წაგლეკა. ანუ შენ მაგრამ მაგ წარღვნაში მუსიკა რო იყოს, ბევრად უფრო კარგი განწყობით იქნება. ანუ შენ ეხა იხედები გამოსახედიდან, სადაც სახლში გაქვს კონდიციონერი, ცენტრალური გათბობა, წყალი და ცხელი, მაგრამ ეგ არის ადამიანის ცოტა რაოდენობა დღესდღეობით. რო გავა 1-200 წელი და მე ყველა ეგრე რო იცხოვრებს, სადაც ამინდი ესე კნოპკაზე იქნება ღრუბლები, ხო? აი მე აღარ ვიზამ მაგ კითხვაზე. აქეთკენ აღარ ბოდოზე აღარ გადაიტან. ხო, და ეხლა ჯერ არ არის ეგრე, რომ ამინდი არ განსაზღვრობდეს ბევრად. მაგრამ მუსიკა მაინც უფრო მეტად განსაზღვრავს ჩემი აზრით განწყობას ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით ადამიანებში. კარი, მოდი 100 წლის წინ როგორ იქნებოდა? 100 წლის წინ როგორ იქნებოდა? რადიოც რო არ იყო დაუშვათ. რადიოც რო არ იყო რა, ხალხი ერთად იყო, ერთად დაიწყებდა ხოლმე ხორუმის, ანუ თუნდაც მუსიკა რო დაეწყოთ, რო დაეკვრათ ბრძოლის წინ, მაგითი ხო ემზადებოდნენ. ანუ ხე ეგრე ხალხი სოფელში წელიწადში მღეროდა მაქსიმუმ რამდენჯერ? ორი კვირა. რატო? და ამინდი არის 365. ყოველ კვირა ეკლესიაში. როგორ ხასიათი? ყოველ კვირა ეკლესიაში. გალობა ხო იყო? განწყობა ხო მაღლდებოდა მან. ეკლესიამდე სამ მიხვალ. დაიბიძე იქ როგორი ამინდია მაგის მიხედვით იწყო. ხო, მაგრამ ნახე ეკლესიაში მაინც მიდიხარ. კაცი შემეძლის უნდა გადაწყვიტო. უნდა გადავწყვიტო. აი რაც მოვისმინე. ანუ თითქოს თავიდანვე აცდით, ანუ შენ სხვა რაღაცას დაობდი და შენ სხვა რაღაცაზე, მაგრამ ბოლოს ცოტა მიუახლოვდით ერთმანეთს მაგ თემაში. მაგრამ მაინც ჰიტა ამტკიცებდა, რომ ცხოვრებაზე უფრო მეტი გავლენა აქვს, ანუ გარეთ რო გახვალ შეიძლება ტალახში ფეხი ჩაგებრო, შენ ამტკიცებდა რომ განწყობას. მაინც ოზისკენ გადავიხარე ბოდიში. აი, შეიძლება დამიწერეთ რომ მე ვარ მართალი. მართლა არ ვარ მიკერძოებული, ხალხო მართლა არ ვარ, აი ვცდილობ რომ ობიექტური, კი ვამბობ ხოლმე რომ ობიექტური. კაი, არ მიგვის ეგ ბას. არა ბიჭო, დასაწყისად თანამედროვე ჯენზი რაღაცებს მიშვებული და ჰიტა 32 წლის ვარა, ჯენზი გეხვეწ. მაი ჯენზი იქნები სულ. მაგრამ ეს კომპლიმენტი იყო ჩემგან. ხო და ნახე, წინასწარმეტყველება ხდება. ოზი მოიგებს, მაგრამ ხალხისთვის ჰიტა იქნებაო ჩემპიონიო, მაინც ასე რომ არა, არ ხო წინასწარ და ვიხუმრე ეგ და ხალხი შეიძლება მართლა ისე მიხარ. არ ვიცი. შეიძლება კაი, არა დავაქამდე ჰიტა. ორი თორზე უნდა გავჩვენო. ვიხილოთ, მეორე ჭიქა შესვა. მეორე შოთი. აი მიხდი ხო რასაც ბუნებაში რომ გაიჭედებით ბიჭო. არ დამირეკო შეგცილდებათ. მაშინ მოусმენთ ხო მაინც ისა. არა, ცხოვრებისეული ამბავი. ეცი რა უნდა ეთქვა? სადმე რომ გაიჭედებითო რა ისე, არ დამირეკოთ, ან თუ დამირეკავთ მუსიკას მოგასმენით. უკეთის ხასიათს დადგებითო. იმიტომ რომ ხო არსებობენ ადამიანები, ვისაც რა წვიმა არაფერს არ ცვლის. ცუდ ხასიათზე არ აყენებს წვიმა ან თოვლი ან რა. ნახე, მე დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში რა. იქ წვიმები არის სულ რა. ესე კარგი მაგარი წვიმა რო დაიწყება შეიძლება 1-10 დღე გაგრძელდეს ისე რომ არ ჩენელდეს. და თბილისში რო გადმოვიდი, აქ არ არის ეგეთი წვიმები. ან რავი, შეიძლება ზოგუბანში არ არის. მე მოგიყვები ძალიან რაღაცა უხასიათობას განვიცდი, სამ მივეშვებოდი რამდენიმე წელი რა. და ეს წვიმა სულ მინდა რომ იყოს რომ ცოტა
თავი უკეთესად მე ვიგრძნო და წვიმის მოყვარული ადამიანი ვარ, კი, მაგრამ ხო აი წვიმის დროსაც შეიძლება იყო კარგ განწყობაზე, იმ შემთხვევაში თუ რაღაც მე მაგალითად ჟანრის მუსიკას აი ზუსტად მე ეგ არის წვიმა რომ დაიწყება ხოლმე ეგრევე ყურში გაირჭობ ხოლმე გრანჟში ჩართავ თავის სიეტლში გონია რომ უნდა ჩასველდე იმდენი ის არის რა ქვია წვიმა მოდის და ხარ ბედნიერი რა ხო რავი რატო არა შეიძლება მზიანამიჩი მოწყენილ მუსიკას მოусმინო არა მზიანამიჩი ფარდებს ხურავ ხოლმე და არ გავდივარ სახლიდან ზოგადად ვიწვევი თეთრი ვარ ძალიან მეც კი იმან არის მარტივად ვიწვევ ხო 2-0 ჯერჯერობით ესე მინდა ჩვენ თავში ნუ ნახოთ შენ სულ ჩვენ ხო არა შემდეგი დებულება ესეთია ილია თოფურია მაფიას ყვარაზე მაგრა ითამაშებს ანუ აი ჰიპოთეტურია შეიძლება ცოტა კითხვა მაგრამ უნდა წარმოიდგინოთ შეიძლება გქონდეთ ორივეს თამაშნაირად არ ვიცი მცად რო იქნებით დაიძახეთ ვა ხიდა უნდა მოინდო კარგი მე მაქვს პასუხი მეც მაქვს პასუხი 3 2 1 ბოდოაო წინა დაიწყო ჰიტამ ეხლა დაიწყე შენ რატო ეთანხმები ისე ვეთანხმები და ბოდოა გაიწყო ანუ მე ნახე როგორი რაღაცა არის რა ამას ვეთანხმები ნაწილობრივ ერთი მიზეზის გამო რა ყვარასთან მე მაქვს ნათამაშები მაფია და ბოდიში ყვარა აქედანაც კიდე ერთხელ ხო ან სულ რაღაცებს უჩალიჩებდი ხოლმე რამდენიც ვითამაშით რა ილიასთან მინიმუმ შემეშინდებოდა რომ რამე გავიჩალიჩები როგორც მინიმუმ რა ხო და არა რაც შეეხება სერიოზულობით რომ მიუდგეთ თუ დავაკვირდებით იმას როგორც არის ხოლმე პრესკონფერენციებზე ილია თავს როგორც წარმოაჩენს ხოლმე როგორ თავდაჯერებულიც არის ხოლმე წინასწარ აღნიშნებს რომ თავი დაანებო რა ყველანაირად ილია ბევრად უფრო თავდაჯერებული ტიპი იქნებოდა რაც არ უნდა ყოფილიყო ვიდრე ყვარა ყვარა არის ძალიან მაგარი ბიჭი ძალიან საყვარელი ადამიანი არის მაგრამ ზოგჯერ ტყუილები არ გამოსდის ილია ტყუილს კი არ იტყვის დაგაჯერებს დაიჯერებს და სურო ტყუილი თქვას მაინც სიმართლე იქნება ისეთი ტიპი არის რა ანუ G2G შეცვლის წესებს მარტო იმიტომ რომ ილია იტყვის ეგრე იმიტომ რომ ილია რასაც ამბობს აუცილებლად ისე ხდება როგორც არ უნდა ატრიალო ამ ადამიანს აქვს მანიფესტაციის რაღაც სასაული ძალა და ეს მანიფესტაცია ისეთი არის და იმდენად ძლიერი არის რომ ვერაფერი ვერ დაუდგება წინ უბრალოდ ანუ იმდენად ძლიერია ესე რომ თქო will power-ი აქვს რომ ფიზიკურად ვერაფერი ვერ დაუდგება წინ გაიტანს ყველაფერს თავით მუჭით წიხლით რითაც გინდა ყველაფრით იმიტომ რომ ის ილია თოფურია ვაუ ეხა ეს ეპიკრამე დაადით ამას და ის წინა კითხვის მუსიკების შეურო კი ზუსტად ეს ედიტი გავაკეთოთ მეგობრებო საუნდი დავადეთ ყვარამ შეიძლება რაღაცები მოგვატყუოს იქ მაგრამ სადღაც ბოლოს ვიღაცა წააქცევს ვა კარგი ხა ჩემი დრო ხო მოვიდა შენი დრო არის და უნდა მოინდომო იმიტომ რომ რაღაც ძალიან ძლიერად არის კარგი მე მოდი მე ცოტა გამოვზუმოთ მოდი ამ ყველაფრიდან და ესეთი რაღაცა ავხსნათ რა ჩემი აზრით ეს წარმატებული ადამიანები ძლიერი მენტალიტეტის მქონე ადამიანები იყოფიან რაღაცა კრიტერიუმების მიხედვით ჩემი არქმით ანუ ილია თოფური არის ტიპი რომელსაც აქვს თავისი მკაფიო მიზანი თავის მომავალს ზუსტად ხედავს და ამ თავის მომავალში რაც წინასწარ დანახული აქვს რაც იმაში არზის იმაზე დიდ ენერგიას არასოდეს არ დახარჯავს რა მგონია რომ მისი საბრძოლო კარიერა და მისი სუპერსტარობა იქნება ის კიდე მე სხვა სპორტში გადასვლით თუ რაღაცით მის განვითარების გეგმაში იქნება ჩასმული რაც მაგ გეგმაში არ იქნება იმაზე ესე მგონია რომ ენერგიას ვერ დახარჯავს რომ წოინდომოს რა და შეიძლება არც გამოვიდეს ეგეთი რაღაცები და ყვარა არის საერთოდ სხვანაირი მენტალიტეტის ტიპი აი ყვარას ჯეიანში რომ მოუგო მაგაზით ძალიან ინერვიულებს ესე მგონია რა იქამდე ითამაშებს სანამ არ მოგიგებს ხო და მაგრა თამაშობს კი მართლა მაგრა თამაშობს და თან ეგ არის ნახე ეგ არის ფსიქოტიპი რომელიც ყვარას ფსიქოტიპზე ვამბობ რომ რა სპორტში უნდა ჩასვა ჩემი აზრით იქაც ყვარა იქნება ფეხბურთში როგორც არის ნებისმიერ სპორტში ეგეთი იქნება რა სამიანებს ის რო და დღეს და სტეფ კარივიც ანუ კალათბურთში იქნება თუ აი ნებისმიერი სპორტული აქტივობაში რა უნდა ჩასვა ყვარა ყველაფერში მაგარი იქნება ესე მგონია და მაფიაშიც ეგეთია და
ილია მგონია უბრალოდ რომ ილია თავის მომავალზე ფიქრობს და იმის მეტი არაფერი არ აინტერესებს შესაბამისად. შეიძლება საერთოდ შეგვიძლია. ჰიტა, ხო იცი როგორი გამაღიზიანებელი მოთამაშეც ვარ ხოლმე ზოგჯერ როცა მინდა რომ ვიყო ძალიან გამაღიზიანებელი მოთამაშე რა. როგორც შემიძლია ადამიანის ნერვებზე თამაში. არა, მოთამაშე, ეგ ხო, არა. ხო, კი, როცა საჭირო არის ვარ ხოლმე ეგრე რა. ხო და ზუსტად ეგეთი მომენტი არის რა. მე მჯერა რომ ყვარასთან რომ იგივე გავაკეთო, ყვარას რაღაც მომენტში მწყობრიდან გამოვიყვან ისე რომ ფოლი მაინც ავაღებინო და რაღაც ისეთი გავაკეთებინო, რაზეც ჯარი მაიკიდოს, მოდი ესე ვთქვათ. ილიას ციხლზე ვეკიდების სრულიად რა, ან თავისას მიაწვება და არაფერს სხვას არ იმასის. აი ილია არის ტიპი, რომელსაც ვერავინ ვერაფერს, ანუ ვერანაირ ზემოქმედებას ვერ გააკეთებს რა. და ყვარაზე თამაშიც გვინახავს ის რომ წყობრიდან გამოსულა და თუნდაც ფოლია უღია, უბრალოდ იმიტომ რომ დაებრუნებინა, ესე ვთქვათ, ხურდა სხვა ტიპისათვის რა და მაფიის თამაში ყველაზე მთავარი არის გაწონასწორებულობა და კალკულირებული ტყუილები. ნახე, მე ესე ვფიქრობ, შეიძლება არ ვწები ხა, არ ვიცი შიგნიდან როგორ არის, მაგრამ აი ესე მგონია რომ ილია თოფურიას ჩხუბში ვერ მოელევი, მაგრამ სირბილში რო გაასწრო გული არ დაწყდება რა. და ყვარას სირბილში რო გაასწრო, ეგ ისევე ეწყინება და ეტკინება, იმიტომ რომ სულთა სპორტული მენტალიტეტის ტიპი არის. როგორც ფეხბურთში წაგება გაუწყდებოდა რა. მაგაში გეთანხმები. შესაბამისად, ანუ როგორც ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგაზე მოინდომებდა ფინალში რა თამაშის რაღაცა თავის გაწურავდა. ეგრე გაწურავს აი ნებისმიერ რაღაცა რო გეთამაშოს. თუნდაც არავინ არ უყურებდეს და მაგაში გეთანხმები შეუძლებელია რომ ყვარა ვთქვა რა. მაგაში გეთანხმები, მაგრამ როლში წარმოგიდგენიათ ესე მაფიაში. შენ თოფურია და შენ ყვარა. რომელს ითამაშებდნენ ყველაზე კარგად? თოფურია ვინც არ უნდა იყოს ყველაფერს მაგრად ითამაშებდა, იმიტომ რომ იყო და რომ ეგრე. ბიჭო, არა, სხვა რაღაცა, სხვა რაღაცა. ჩხუბის მეშინია, კი, ილიასთან ჩხუბის ნამდვილად მეშინია. ანუ ყვარასთან ფეხბურთს წოდა მარტივად უყურე. ყვარასთან ფეხბურთსაც ანუ ნაკლებად ბრუტალური არა, ყოველ შემთხვევაში ის არ იქნებოდა რომ დასახიჩრებული არ ვიქნებოდი და მინიმუმ 1-3 თვე არ დამჭირდებოდა რეაბილიტაცია. ვიტყოდი რომ აი ხა მითხარი რომ მე მოვიგე და არა, მოიცერწამს. ან ნახე ორივეს, როდესაც მიზნად აქვს, ორივეს როდესაც მიზნად აქვს მაფიის თამაში და მოგება. ოღონდ იქ დაცვა დგას და არავინ არ გაალახინებს და აცემს შენ თავს. მაინც როგორც ამ ეგ ჩათიშე. ბიჭო, თამაშნაირ ვეღარ ნახავ თოფურიას, არც სადარბაზოსთან არ დაგხვდება. რატო კაცო, არა, მე დავშევი და ერთად ფიზიკურად. არა, უბრალოდ ითამაშებ შენ თან. ნახე როგორ რაღაცა არის, ისევ და ისევ იმას ვამბობ, რომ იმდენად ძლიერი მანიფესტაციის უნარი აქვს, იმდენად მაგრად განსაზღვრავს წინასწარ თავის მომავალს ილია, რომ თუ გადაწყვეტს რომ მაფიაში უნდა მოგება, აუცილებლად მოიგებს და წინ ვერავინ ჯერადის სკილი, ანუ ეგ არ არის ისეთი სკილი, რომ უცებ მაფია არის ისეთი თამაში, რომელიც ძალიან მაგარი არის ყოველდღიურობაშიც რომ გამოიყენო. ეგ სკილები რაც არის ყოველდღიურობაშიც შეგიძლია გამოიყენო რა. ზუსტად მაგას ვამბობ, რომ სკილსეთი, რომელიც მაფიას სჭირდება, უფრო მეტად ჩანს ხოლმე ილიას პრესკონფერენციებზე, ვიდრე ყვარას პრესკონფერენციაზე. ერთ მარტივ წინადადებას დავამატებ რა. მე ისე მგონია რომ როგორც ილია ებჯის კამარზე იგივე ჟინით ვერც მაფიას და ვერც სხვას ვერაფერს ვერ ითამაშებს რა. და თუ ითამაშა? მოიცა რა თქმა უნდა. ვერ ითამაშებს, ეგეთი სტრუქტურა არის უბრალოდ. და თუ ითამაშა, მაგას აკეთებს ყველაფერში, ანუ ყვარა ფეხბურთელი, აი ყვარა არის ყველგან კომპეტიტივი აბსოლუტურად. ნაგა ფრიდაშვილმა თქვა კიდე რა, ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ჭადრაგზეო ისე დავიწყეო შემოთავაზესო და გავედიო პირველად რა ტურნირზე და მე აღმოჩნდა რომ მოვიგეო თორემ ბილიარდს უფრო კარგად თამაშობ. და ისე ანუ ყველაფერს ეგრე კარგად თამაშობ ხო კარცად ანუ ყვარაც ეგეთი ტიპი არის რა. ანუ მაფიას ეთამაშები თუ ბურას ეთამაშები, ანუ ბოლომდე ვერ წააგებს რა. ვერ მოისვენებს. просто ეხლა ბაიასი გაქვს შენ იმისი რომ ანუ ართიშავ იმას რომ ჰიპოთეტიურად ორივეს ერთნაირად უნდა მოგება, მაგაზე არ ფიქრობ. მაგაზე არ წამოვყვები ხო იმ ორივე ერთნაირად თუ არის, მან მგონია რომ უფრო დიდი უპირატესობა ექნება ილიას ვიდრე ყვარას. რომ ცერს. არა, ცემაზე რა შუაში არის, ისევ და ისევ გეუბნები რომ რასაც ვერ გაუბედაო თოფურიას. ანუ ეგ ჩათიშო რა ხელა მუხმუშტია. რასაც ამბობს ილია, რასაც ამბობს, ყოველთვის ხდება ეგ. ისიც ამბობს. არა, მე ხიტას რატო ვიცავ ხა არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ მინდა რომ ხიტას მოვაგებინო, იმიტომ რომ არ დამთავრდეს თამაში და ალბათ მოვაგებინებ კიდეც, მაგრამ ბიჭო, ყვარასაც არა, არგუმენტებიც მომეწონა. ნონაზეც კაი იყო იქამდე რომ ყველა მაგაში მოყვები, თამაში კომპეტიტივი არის და სამიანებსაც კარგად ისვრის და ასე შემდეგ და თანის დაუვიწყდა ხიტას რომ ყვარასაც აქ ნათქვამი რომ ევროპაზე გავალ და ჩემპიონთა ლიგაზე და უეჭველი გავალ თუ იქიდან და ჩემპიონთა ლიგაზე. კი, ორივე აქ ნათქვამი, მაგრამ ისევ და ისევ. ოღონდ თან MMA არის ეგეთი სპორტი. ეგ ყვარო გამოვიდეს და მოიცა, მაგარი არგუმენტი გამახსენე.
მაგარი არგუმენტი. მოშა, დრო გიტყვი. მაიცადე მაგარი არგუმენტი გამახსენე. ერთ წამს დალია და გითხრა. ჯერ მოიცა გეტყვი და მე იქნება რა მოიწვი. და არა მოიწვი. აზრს აღარ შევიცვლი. აი, არც აღარ შეიცვლი, მაგრამ მაყურებელმა იქნება შეიცვალოს აზრი თუ სხვა რაღაცა არის. კვარა თამაშობს გუნდურ სპორტში. მაფია არის ინდივიდუალური, რომელიც გიწევს სხვებთან ერთად ითამაშო, რა უფრო ინდივიდუალურ ადამიანზე არის დამოკიდებული ვიდრე გუნდზე. მაგრამ იქაც ხო გუნდებს კრავ. გუნდებს კრავ, იმიტომ რომ შენ მოიგო. გუნდებს კრავ, იმიტომ რომ შენ მოიგო ბოლოს. თუ მოქალაქეებში ხარ, თუ სერიული ხარ, იქაც უკვე გუნდია. გუნდი როგორ ხარ? შოგონი და იაკუძა არა ის. რომელი არის? ანუ გეტყვი რა, იაკუძა გინდა ყოფილა გინდა არა, შოგონი არის მან ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ არ მოწმდება. ხო და ეგ თუ ხარ დაგეცა ტუზი ჩათვალე რა ეგეთი ისა. ხო, რა მნიშვნელობა აქვს? მანდ არის გაპარვა, თავარი. მაფიაც იპარება და იაკუძაც იპარება, როგორც არ უნდა იყოს. ხა იმდეს გამართობთ რომ მეგონი მე მივიღებ გადაწყვეტილებას შემოიღე. არა, ხო და არ ვიცი. ხო და არა, უბრალოდ ეგ მომენტი იყო, რომ ინდივიდუალურად ეს 2-1. ტეკილაზე ზოგადად ძალიან მაგრამ თავიდან ოზი ფიქრობდი რომ შენ მოიგებ. ანუ თავიდან რომ დაიწყე მე დავკლაჩი. კი, მაგრამ დაკლაჩა კვარასა. გაახსენდა რაღაცეები კვარაზე და მე ხო იმდენ ბოლოს არგუმენტები მოყავდა მართლა იმაზე რომ ილიას ვერ გაუბედავ ეხლა რომ მაფია დეტექტივად გავეხსნა მე რომ დავხარე. არა, დეტექტივად გავეხსნა კი არა, კაცო არა. მაგარ ფუქს იწმემინება და რა მეც ვერ გაუბედავ ეგრე მაგრამ. გაგიმარჯოს გარანტია მაქვს რომ ჩვენ ჩემპიონებს გავუმარჯოს. აქედან კიდე ერთხელ. მაგრამ ოზიმ რა თქვა ხო ალბათ წარმომიდგენია რომ მაგრა ითამაშებდა ილიაც მაფიას. აი მერაბი ითამაშებდა ილიას მაფიას კარგად რა. ეგრევე გავარდა. რა ვქნა ბიჭებო. მაფია რომ ბიჭებო ბოდიში მე მაფიოზი ვარ გამაგდეთ არ შეიძლება ჩემი აქ დატოვება იქნება. ვერ მოვატყუებ შეფხალსა. მაგრამ შეიძლება ეგრე გვეფიქრა. ეგრე გვეფიქრა შეიძლება და ისე გამზრალი იყო. ხო იმიტომ რომ მერაბისგან ხო ყვარაზეც ხო შეიძლება ეგრე იფიქრო თავდაბალი ალალი ბიჭია. აი ყვარასთან თამაში რომ დაიწყებ ეგრევე მიხვდები რომ არც თავდაბალი და არც ალალი არ არის იქ მაგრამ მე 4 ნომერზე ჯდება. სულ 4 ნომერზე ჯდება. რო იმ სამზე კონდეს პარტუ სალვა. მე ცოტა მოუწიეს ხო? მე ერთხელ მითამაშე სხვა შორის ყვარასთან. არ ვიცოდი მაფიის თამაში. უბრალოდ ხო ჩემმა მეგობარმა რომ დაგვემატება ერთი კაცი ვაკვდება და არც ვიცოდი ვის თან თამაშობ და შევედი და ყვარა. და ეს ნაპოლის საჩემპიონო სეზონია და ყვარა, ეხაც ჩემი სავალე ფეხბურთელია და მაგდროს იმისა ვიტყავს რა, პელე რო დამენახა, ალბათ თანაბრად გამიხარდებოდა და თამაში არ ვიცი და ცდილობ რომ მაქსიმალურად ნათამაშება ის მაფია რა, ძველი მას რომ იყავდა მახოს გრუპშიც. გახსოვდა ეგ მაფია, ვიცი მე. აუ ეგ რა ცუდი. დეტექტივი გაიჩნდა და რაღაც, აი ცდილობ რამე არ გავაფუჭო, კიდე კაი მოქალაქემა მივიდა გამაგდო ვიღაცა რაღაცა და მანდაც კარგი თამაშობს ხოთა შორის რა. დეტექტივად გაიხსნა ვიღაცა ეგრევე. და მაფია იყო გონი, ან დეტექტივი იყო. ყვარასთან რამდენი თამაში იმდენი მაფია იყო და იმდენი უწავდი და იმდენჯერ ბრაზდებოდა ხოლმე და კიდე ერთხელ ბოდიში. რა ვქნა? მარა ილიასავით ილიასთან დატყვე. არა, დისტანციურად იყო რა, ერთი ეგ იყო, რომ თორე ბურთი შეიძლება და მომხედრო და რაღაც ისევ შლილი ხოლმე რომ. ხა ბოლო ფოტოები თუ ნახე კონთოვანი მასე მოიმატა ვარა და ეგრეც კაიჯანზე არის. შენ ილიას დახილავდი ალბათ ყოველდღე. ვა. ანუ ერთი ჰილი შეიძლება, მაგრამ ყოველდღე დაიხილებოდა. მაგრამ ილიას რა სჭირდება? ჰილი. მაგრამ ილიას ეს რომდენ არ მოხდებოდა ძმაო, G2G-ს მოხდებოდა, მაინც ყველაფერი ეგრე. კაი. კარგი, next. 2-1. დაუბრუნდეთ სპორტს. ჯონ ჯონსი MMA-ის GOAT-ი არ არის. ანუ მოიცა. არ არის დებულება. არ არის? ბოდიში შენ? ანუ არ საცდი. ვაუ! ეს გონი ერთხელ იყო ჩვენ გადაცემაში, ხო? მე ჯერ არ მახსენდება, ბოდო 100% დაფიქსირებული იყო. წინა ვინ იმდენჯერ დაინახეთ ერთმანეთს, რომ აღარ მახსოვს ვინ გახსენით წინა, მაგრამ მოდი დაიწყე. დავიწყებ მე. დაიწყე შენ. ანუ შენ ამბობ, რომ ჯონ ჯონსი არ არის GOAT-ი? თუ MMA-ის GOAT-ი ჯონ ჯონსი არ არის ამ წამს. მე ვამბობ, რომ არ არის და შენ ამბობ, რომ არის. ანუ ჯონ ჯონს ნახე, ჯონ ჯონსი არ აქვს მნიშვნელობა. დავიდგა ეს მიდი გააგზავნე. ჯონ ჯონსი არ აქვს მნიშვნელობა ოქტაგონის გარეთ როგორი ადამიანია რა. თუ საუბრობთ MMA-ის გოვათობაზე და კაცობის გოვათობაზე არ საუბრობ. ანუ MMA-ში ჯონ ჯონსზე მაგარი არასოდეს არავინ არ ყოფილა. დიმიტრიუს ჯონსონი. ანუ ტიპი ნახე ეს ჯონსონ პირი. არგუმენტებს ვიტყვი. არგუმენტებს ვიტყვი და ნომაწყები. ისლამი თუნდაც. არც ხაბიბ საუგია. დომინიკ რეის მალამის მოუგო, როცა არის კონტრაქტი. არა. ანუ ადამიანი ახველებს უბრალოდ. ანუ რაღაც არგუმენტები რაღაცებს ჩამოთვლი. ბოდიში თხილი გამეჭეთა. ტომას პინალს გაიგზა.
ეცო. თუ დავაწყები რა თხოველება და არა მართლა ოზის დრო იყო კარიერას კარგი ვიტყვი ახლა ჯონ ჯონსი არის ადამიანი რომელიც 23 წლის გახდა UFC ჩემპიონი იმის შემდეგ აქ თუ სწორად მახსოვს 16 დაცვა ყველა მებრძოლს უგებდა იმ სტილით რაშიც ის მებრძოლი იყო საუკეთესო აი მაგალითად მოჭიდავეს ჭიდაობაში უგებდა ქიქებში უგებდა და ყველას ეგრე უგებდა ანუ თავის სტილში უგებდა აი მერაბს უჭიდაობაში მოუგო და გიგას რო გიგა ქიქში მოუგო აი ეგეთი ტიპი იყო თან ესეთი სპორტული დისციპლინით დიდად არ გამოირჩეოდა რაღაც ფართიებზე იყო წინასაღამოს კოკაინზე იყო ხოლმე წინა კვირას ხო წარმოიდგინე ფართიზე იყო მაგალითად ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ხდებოდა მეორე დღეს და ამბობდა რომ თუ წავაგებო იმას დავაბრალებო რომ მე წინა დღეს ფართიზე ვიყავიო და მაინც იგებდა რა ანუ იმდენი ეგეთი პატარ-პატარა ნიუანსია კიდე რის გამოც ეგეთ ულაპარაკოდ გოუთია რომ ეხა ვეღარ ვიხსენებ რომელი ერთი ჩამოთვალო ზუსტად რა მაგრამ თვითონ ის რომ ცხოვრებაში სამაგალითო ადამიანი არ არის და რაღაცა ავარიაში ხდება და ცოლიცემა და ეგეთი რაღაცეები აქვს შავი ლაქები ცხოვრებაში ზუსტად მაგიტო ვერ გახდა ისეთი ლეგენდარული სპორტის სახე როგორიც შეიძლება ილია გახდეს ეხა ან როგორიც ჯორდანი იყო ან რაღაცა ეგეთი და MMA-ის ვიწრო წრეში დარჩა ჩაკეტილად სტარად ასე ვთქვათ რა და თუმცა ეგ ოქტაგონში რა შესაძლებლობებიც ჰქონდა მაგას არ აკენებს კიდე ძალიან საინტერესო არგუმენტია ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ტიპი ვინც ყოფილა საერთოდ MMA-ში იყო ხაბიბის მამა რომელმაც ესე რაღაცა სოფელში რამდენიმე რაღაცა ბიჭები რაც იყო ეგენი მოკლიბა და ყველა სოფლიოს ჩემპიონები გახდა ხო და ეგ კაცი ამბობს რომ ჯონ ჯონსზე როცა ეკითხებიან ეგ არის ღმერთის საჩუქარი ანუ სხვანაირად ანუ ის იმ კაცმაც კი ვერ ახსნა უკეთესად რა ანუ ადამიანი უბრალოდ დაიბადა იმისთვის რომ ვერავინ ვერ მოერიოს და იმის გარდა ეხა იქ კაცობაში ჩაიჭრა თუ რაღაცაში ჩაიჭრა ეგ საერთოდ სხვა კითხვა არის რა ეხა რომ მითხრა რომ ვინ უფრო მაგარი კაციაო შეიძლება იქ MMA-ის მებრძოლებიან ტოპ 5-აშიც არ შევიყვანო მაგრამ ოქტაგონზე სხვა თემაა რას დაუპირისპირებ და იმას დაუპირისპირებ რომ ჯონ ჯონსის კარიერაში არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები თუნდაც იგივე დრაგებზე თუნდაც იგივე რომ ყველა გამარჯვების შემდეგ როდესაც ანუ პრაიმში როცა იყო ყველა გამარჯვების შემდეგ გამოდიოდა და რაღაცაზე გატესტავდნენ და თურმე პოზიტიური არის ტესტის შედეგი რომ რაღაცა დოპინგი მიიღო რაღაც დრაგი მიიღო რაღაცით გაძლიერდა რაღაცით ჩიტერი ვერასდროს ვერ იქნება გოუთი მარტივი მაგალითი შეგიძლია თქვა ეგეთი რავი ანუ მარადონას ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რაღაც რაც გაკეთებულა ეს hand of god რაც არის რა და ძალიან ბევრს შეუძლია თქვას რომ ანუ ეგ არის ჩაულებრივი ქურდობა რაც მაგან გააკეთა ხო? ფეხბურთში ხო არის ეგრე? ქურდობა არის თუ არა? აი ტატოს და კალატოს თქვათ, მაგაზე დავა და ვერ შეთანხმდნენ. ბოლოს მე მაინც თაღლითობაც გავიყვანა, იმიტომ რომ ხო ზუსტად იგივე რასაც მარადონა თუ ზუსტად იგივე საკეთებს ჯონ ჯონსი. ანუ ხელით, ესე რომ ვთქვათ, ხელით აგდებს ბურთს იქ, სადაც ხელით არ უნდა შეაგდო ბურთი. ჯონ ჯონსი ვადავებ ესე იგი გოუთი არის შენთვის. როგორ? მარადონა გოუთი. გამორიცხავს ეგ გოლი იმას რომ მარადონა გოუთია? ეგ გოლი რო არ ყოფილიყო, იქნებოდა ჩემპიონი? არ რამდენად მაგარია მაგას როგორ განსაზღვრავს რამდენად მაგარია ნახე ნიჭი რო აქვს მაგაზე ორი აზრი არ არსებობს რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მებრძოლი არის მაგრამ ნიჭი აქვს სტატისტიკა და ბიჭო სტატისტიკა არის შეთხზული იმიტომ რომ ის ბრძოლები რომელიც მან ჩაატარა უნდა ჩაშლილიყო იმის გამო რომ მან ძალიან ბევრ ბრძოლაზე პოზიტიური შედეგი აჩვენა თავის დრაგ ტესტზე ანუ დოპინგებით ეგრე რამდენი ჩემპიონობა გაუქმებია სხვისთვის, მაგრამ უბრალოდ რადგანაც ეს არის პრომოუშენი, რომელსაც მართავს ერთი ადამიანი, რომელიც ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს, მისთვის ჯონ ჯონსი არის ის ტიპი, რომელიც უნდა რომ იყოს, ესე რომ ვთქვათ, ცენტრი ამ ყველაფრის. და ზუსტად ეგრეც ხდება. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ბოლო ჩემპიონობის ტიტული რაც აქვს რა, აღებული 800 რაღაცა დღე რო არის და 800 რაღაცა დღიდან 700 დღე არ უჩხუბია ტიპს. ანუ რებს რას იმაშობი ტიპი ჩაულებრივ გაურბოდა მის ნომერ 1 კონტენდერს. მანამდე რატო არის იქნეს რა ქვია, ანუ კეინ ველასკესის რეკორდი უბრალოდ გადაფარეს და მაგის მერე ტომას პინალს მიცეს ტიტული და ამან თქვა რომ მე დავასრულე კარიერაო. როგორ შეიძლება ეგეთი არა მაშინ რატო არ ჩამოართვეს? მაშინ რატომ არ ჩამოართვეს მაგამდე ტიტული, როდესაც ტომას პინალი ითხოვდა ბრძოლას ამდენი ხნის განმავლობაში, რატომ არის დისის ორივე ბრძოლაზე, ანუ მასთან ესე რომ ვთქვათ, დრაგების ტესტებზე პოზიტიური შედეგები, რატომ არის როდესაც დრაგზე არ იყო დომინიკ რეიესმა ლამის მოუგო
ბევრისთვის მოუგო კიდევაც, მაგრამ საჯთა გადაწყვეტილებით წააგო. კარგი, ანუ ძალიან ბევრი კითხვა არის. თუნდაც იგივე ის ერთი წაგება რომელიც აქვს, ნონ-კონტესტად რატო გადაუკეთეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გადაუკეთეს წაგება. დანა ამბობს, მაგასო უნდა გადაკეთებულიყო ხოლმე, მაგრამ ანუ მაგას ვამბობ, ანუ არ არის რა, ეგ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები არის, ისევე როგორც ვიღაც ორ არგუმენტზე გიპასუხებ, ერთი დრაგებზე. ყველა დრაგის ქვეშ იყო? მეორე ამით ხარი კიდე? არა, დოპინგებზე და მეორე რაღაცა. მეორე ის მარველობენ. ხო, მარველობენ, ანუ ეგ არის ასპინალზე. ჩემთვის ასპინალზე გეტყვი შენ, ნახე. ჯონ ჯონს ისე ხალხი ყავს დამარცხებული. მან ეხა +1 ასპინალი და -1 ასპინალი, მან გოუთოვასთან არაფერ შოში არ არის რა, საკმარისია უკვე ისედაც. და ამიტომ ეხა პრაიმში რო ასპინალი შედის და ეხა მაგას გაურბის დაუშვათ, ხო? ან არ ეჩხუბება, მაგაში პრობლემას საერთოდ არ ხედავ. აი და მაშინ ჩამოწერილი ტიპეს რატო ეჩხუბება? იმიტომ რომ ტიპე ყველაზე ტიტულოვანი heavyweight-ია და უნდა რომ კარიერაში ჰქონდეს კარგი CV და ხო და ასპინალი. ყველაზე მაგარი heavyweight-ი ამ მომენტისათვის არის ასპინალი, რომელსაც გაურბის შეიძლება არის, მაგრამ წელიწად ნახევრის წინ, ანუ წელიწად ნახევრის წინ იყო ჯერ ჩემპიონი ასპინალი და ჩემპიონობის გაერთიანების ტიტულზე არ უბრძოლია. ნახე ჯონ ჯონსი უკვე დაბეგდა, კარგი ხნის წინ. და გადაწყვიტა რომ CV გაილამაზოს. CV-ს გაამაზებდა შეიძლება ის მეოჩიში და ეჩხუბოდა მოუგო. ბიჭო, CV-ს გალამაზების. ხო და მაშინ კეინ ველასკეზის რეკორდი რატო გააფუჭეს ეგრე ყველაფერს თავი დაანებო. ნახე დოპინგებზე. მაგ დროს ყველა დოპინგებით იყო? არა. ყველა მებრძოლს ხო თავისი კარიერა აქვს და ეხა მერაბის შიდა სამზარეულოდან თუნდაც ან ბევრი რაღაციდან ვიცით რომ ეს მებრძოლები რამდენს ვარჯიშობენ ხო? ანუ მერაბმა კამარი რომ მოიგო მეორე დღეს 12 საათზე დარბოდა უკვე. ანუ ერთი დღეს არ დაისვენა დიმა. კორმიე იყო მაგით. ხო და ანუ ნახე ეგეთი ყველა მებრძოლს უწევს ეგეთი თაიჰარდობა. ძალიან ბევრს რომ მოგბენ ინდომებენ შუაზე წდებიან. ეს არ ვარჯიშობდა. და გამარჯობა, მანდ როგორ არის იმ რაღაცის გოუთი ტიპი, სადაც რომელიც ციკლზე ეკიდა. მაგაშია მთელი მუღამი რომ ტიპი არ ვარჯიშობდა და აქ სადაც ამ ზღვაში როა იყო ყველა ეგეთი ტიპია რომ ბიჭო 7 წელი ტიპი არ ვარჯიშობდა და ყველას უგებდა 6 წელი იყო თუ რაღაცა ტიპი ეს რა ქვია ჩახსნილი სპორტიდან 6 წელი იყო ტიპი ჩახსნილი სპორტიდან იმის გამო რეებიც აკეთა ხო მე მაგაშია საქმე წარმოიდგინე მაგას რო ევარჯიშა წარმოიდგინე მაგას რო ევარჯიშა არ ვარჯიშობდა ბიჭო ხო და ევარჯიშა და იქნებოდა გოუთი ანუ ჩეთერობდა ტიპი ანუ შენ გინდა მითხრა რომ ანუ ნებისმიერ ტურნირზე როდესაც ანუ ტაიგერ ვუდსის მთელი კარიერა გაფუჭდა იმითი რომ ერთხელ აღმოუჩინეს დოპინგი ტიპს. ნახე, ანუ და შენ მეუბნები რომ ტიპი რომელიც ამას რეგულარულად აკეთებდა, თან ისეთ სპორტში როგორც არის MMA, სადაც სხვისი სიცოცხლე შეგიძლია წაართვა. ანუ ჩვეულებრივად შეგიძლია ადამიანი მოკლა შენი დოპინგის მიღების გამო, მაგაში არის გოუთი? ჰეროინის ჰეროინს თვითონ თავს ინადგურებდა ბაზარი არა, მაგრამ მაგასთან ერთად ისეთ რაღაცებს ბალანსი არ იყო გადაფარვის. მანდ იყო ჩვეულებრივი რაღაცა. ამბობდა ყოველთვის რომ ჰეროინის კოკაინის და ჰეროინის იმ დოზას იღებდა ტიპი და ეგ არის დამტკიცებული რომ ისეთ დოზას იღებდა რომ ის რაღაცეები დაემალა ან გადაეფარა უფრო მეტად რომ მაგალითად სასულიყო რაც იყო. კაი რა კოკაინზეც ის ეგ უბერიმია თვითონ აწყობს თუ მოწინააღმდეგეს აწყობს. ერთადერთი ისეც გეტყოდი რომ ანუ კიდე უარესი ჯუსერი იყო ვიდრე ჯონ ჯონსი ოვერიმი იყო. ხო და რა ესეთი რაღაცა წარმოიდგინე. ამ მე ისევ ხედავ ყოველ შემთხვევაში. აიღე ერთი ჩემპიონი რომელიც ძალიან მაგარი კაცია, ყველაფერს იდეალურად აკეთებს. ხო. ცხოვრებაში აღარ შეშლია. დღეში 4 ჯერ ვარჯიშობს 20 წელია და გული კუნთად გადაიქცა. იმდენად ვარჯიშობს და აგი დაიღე ჯონ ჯონსი რომელიც დრაგებზია და მოდის ამას და ეს ტიპი რაშიც მაგაში ერევა. დრაგებზე არის კაკას მაგაზია რომ ისე დრაგებს იღებს რომელიც აძლიერებს. პიდიებზე არის. ჰეროინზე, კოკაინზე და რაღაცეებზე. ჰეროინზე, კოკაინზე და რაღაცეებზე არის, მაგრამ ამასთან ერთად დოპინგებს იღებს. და ნახე რაღაცა ზემოქმედების ქვეშ არის, გამოიქცევა მანქანით, ვიღაცა ორსულხას გაიტანს, გაიქცევა მერე იქიდან და რაღაცა ჩუბი აქვს და იგებს. ნახე მარტივად გეტყვი რა, მაგაშიც იმდენად ცუდი არის ტიპი რა, იმდენად ცუდი არის, რომ ანუ აი რავი როგორ თქვა, აი შეუძლებელია. ერთ არგუმენტს გეტყვი კიდე რა, მე ესე მგონია რომ ესე UFC ჯონ ჯონსის გლეიზერები ხარ შენ და დანავაითი რა გამანებე თავს. 15-16 ჩემპიონი როა იყო, ანუ საჩემპიონო ჯგუფზე რო გადიხარ ხო პოტენციური ჩემპიონი ხარ რა. და ვიღაცა ნარკომანი ტიპი როა იყო და ყველა როცემო რომელიც პახოვდა ანუ ცალხელში იჩხერს იმას რა ქვია ნარკოტიკს და მეორე ხელში იჩხერს დოპინგს ხო ერთ პატარაზე ჩავარევი ვიდარი მასში გოუთი და მაგ ტიპს დაუპირისპირე რომ აი მოდი ესეთ კითხვას დავსვავ რა ჯონ ჯონსის ზომა დიმიტრიუს ჯონსონთან ჩხუბი უფრო გენდომებოდა თუ ჯონ ჯონსთან მე მგონია რომ ჯონ ჯონსი არ დააგებდა არავისთან მე მგონია რომ ჯონ ჯონსი წააგებდა კი არა წააგო კიდევაც და ის ჰეროინი რო არ მიიღო 1-2 კვირა და
1-2 აზიდვაც გაეკეთებინა, მაშინ ხო საერთოდ. ბიჭო, ხო, მაგრამ ეგ რო გაეკეთებინა და ის რო ექნა და იმაზე არ არის. ხო, შეიძლება ბაბა იმას 60 კილო მოუმატე დიმიტრიუს ჯონსონს. ბიჭო, დიმიტრიუს ჯონსონი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ალბათ არა ყველაზე ტექნიკური მებრძოლი ვინც კი ოდესმე ყოფილა, ყველაზე კარგი ჩემპიონი ვინც კი ოდესმე ყოფილა, სამაგალითო ჩემპიონი როგორც კი ანუ როგორც არ უნდა შეხედო. და იმიტომ გააგდეს UFC-დან. იმიტომ გააგდეს UFC-დან რომ ანუ ტიპი იყო იმდენად კარგი და ბიჭო, იმიტომ რომ მოდი ეგეთი ვთქვა რა. ჯონ ჯონსი იმდენად ტიპი არის პირდაპირ მაგას ვიტყვი, რომ შოუსთვის ბევრად უფრო სანახაობრივი არის ვიდრე დიმიტრიუს ჯონსონი, რომელიც არის ადამიანი, რომელიც არის გეიმერი, რომელიც არის ოჯახის კაცი და ოჯახის კაცი ვერ ყიდის იმდენ ბრძოლას, რამდენსაც ყიდდა ჯონ ჯონსი, იმიტომ რომ რამდენიც ვინმესთან იბრძოდა, იმდენჯერ რაღაც შეურაცხყოფებზე გადადიოდა ისეთებში გადადიოდა, რომელიც ესე რომ ვთქვათ, შეუძლებელია რომ ვიღაცებმა აპატიონ და მე თვითონაც იგივეს აკეთებდა რა, ძალიან ანტაგონიზირებას აკეთებდა ხოლმე თავისი მებრძოლების მოწინააღმდეგეების. თვის თქვათ ერთი ფეხბურთის პარალელი რა. აჰა. წარმოგიდგენთ სოფლიოს ჩემპიონი რო გახდეს. აჰა. გუნდი 16 წელი, ან 16 წელი კი არა, 16 სეზონი. სოფლიოს ჩემპიონი არა, მოდი ჩემპიონთა ლიგა მოიგოს 16 სეზონი. გუნდმა რომელიც ნარკოტიკებზია და არ ვარჯიშობს. ყველა ეს ყველა ნარკოტიკები მე მაგას ფანი ვიქნებოდი. მოიცა დოპინგზე არიან მაგრამ ფარტზე არიან რა. ან დოპინგზე არიან არ ვიცი. ანუ წავედი მაგარი ხალხში იჩხერენ კაროჩე ისეთ რაღაცას რომ აიმინა რაკეტები არ გამომბა. ხან იტალიელებს კონჩეტავით უგებენ ბრაზილიელებთან სამო. ხო არ ბარსას ტიკი-ტაკათი უგებენ და ყველას ეგრევე უთები არის. ბიჭო ხო მაგრამ როგორ შეიძლება გოუთი იყოს ტიპი რომელიც დრაგებზე ყავს ბიჭო რა აბსურდს მებაზრ მე ანუ კარგი არ ვიზმაკაცებდი ანუ არ ვიზმაკაცებდი შუაში ბიჭო პიდიზე ხარ დოპინგზე ხარ მთელი შენი კარიერა დიმიტრიუს ჯონსონი არის გოუთი დიმიტრიუს ჯონსონი უფრო მეტად გოუთი არის ჩემი აზრით ვიდრე ჯონ ჯონსი უბრალოდ დიმიტრიუს ხაბიბი არა კაცო ხაბიბი ისა შეტენილი არის მეორე ეგეთი კაცო მე შენახველებდი ხაბიბთან ერთად და ხაბიბს იმიტომ ამბობდი ხაბიბი არა ხაბიბი არ მithხოვს მახაჩევი თქვი მახაჩევი ისლამი თქვი და მე ხაბიბიც ჯანდაბას ფეხბურთზე ჩემი აზრით ამ არგუმენტით მოიგე რა. არა, ფეხბურთზე მასე მოიგე არა, კაცო, მოიცადე ერთ წამს. არა, ისეც მოიგო. მაგრამ შენთვის აი გინდა ეხლა რომ 3-2 დამთავრდეს, ვიცი, თორე ანუ ჯონ ჯონსი რო არ არის გოუთი. ჯონ ჯონსი რო არ არის გოუთი. ანუ დენა ვაიტის და ჰიტას გარდა მე მგონი არავინ არ უნდა თქვას ეგ წესით და რიგით. ეგრეა საქმე. ბიჭო, აი არ არის ეგრე. საშინელი არსება არის, როდესაც დრაგებზე ზიხარ, ანუ გულისხმობ დოპინგზე როდესაც ზიხარ, გადიხარ, იგებ მეორე დღეს შემოწმებაზე მოდიან ტიპები, იმინა ყველაფერს გადააწითლებ და მე მაინც ხო, მოიგო, არაფერი არ არის პრობლემა, კაცო, იმიტომ რომ გვინდა რომ ეს ჩემპიონი იყოს. ხო, ზინახე პატარა არგუმენტს დავუმატე. ილია თოფურიას რო აღმოაჩენდეს ეხლა რომ ყველაფერი რაც გააკეთა არის იმიტომ რომ დოპინგზე არის, ხო აზე ხარ. ანუ იმინა გაბერილია. პატარა არგუმენტს დავუმატე. ჰეროინით რო აბალანსებდეს. ჰეროინის დაბალანსება ბიჭო რა პატარა არგუმენტს დავუმატე. ნახე, ჯონ ჯონსი რო იყოს ისეთი ტიპი რომ მართლა ისე ბეჯითად შრომის მოყარე იყოს როგორც ხვები და მაგას უმატებდეს კიდე დოპინგს, მაშინ დაგითანხმება. ბიჭო, ნიჭიერი არ ვთქვა, მაგრამ გოუთი როგორ არის ტიპი? ტიპს იმაზე ძინავს თვალს და ნარკოტიკები მე ვიღაცას გამოდის ესურის იარაღს, მე გადის ვიღაც ხალხს ეჯახება, მე ციხეში უნდა ჩასვან, მაგრამ არ სვანი, იმიტომ რომ პრეზიდენტს ევასება თუ რაღაცა. დოპინგი თუ ეგრეძლიერია რომ ეგრე რაღაცა შეიძლება რენდომ ტიპი აიღოს. ხო და არა გოუთი ვერ არსებობს ეგეთი ტიპი. არა, ამისის ვერ არსებობს ეგეთი გოუთი. არა, კაცობაში. ხო არა, ტიპი, მაგრამ არ გამისწორე. რაღაცები ვიცოდი, რაღაცები ოფსალზე არ ვიცოდი. არ არსებობს კი არა, ვერ არსებობს ეგეთი გოუთი ვერც ერთ სამყაროში. და ბავშვად არეკა პოლიციაში. თავის მაშულა. რავი, სიგიჟე არის, ეგეთი რაღაც შეუძლებელი არის, ეგეთი ტიპი იყოს გოუთი. ვერაფერში გოუთი ვერ არის. ვერც ცხოვრებაში და ვერც მამობაში, ქფნობაში ვერ არის, ვერც კაცობაში, ვერც სწორ მაგალითის მიცემაში, მაგრამ სპორტში რო არ ყოფილიყო ის შემთხვევები რაც ქონდა, მეც ვიტყოდი რომ გოუთი არის, მაგრამ აქვს ის შემთხვევები რომელიც აფუძნებს. ნარკოტიკები ევასებოდა, ფეხბურთს ვერ თამაშობდა. ვერ თამაშობდა, არა, თამაშობდა მეთქი, ვამბობ მაგას რომ მაგარი არის, ძალიან მაგარი არის, მაგრამ გოუთი არის მესი. გოუთი არის მესი. ხო, მაგრამ მესი რო მარადონასნაირი ტიპი ყოფილიყო და ცოტა ხანი ნარკოტიკები აღმოეჩინა, ცოტა ხანი. არა, ნახე რა რომ დოპინგებით რო ყოფილიყო მესი, მაგალითად ან თუნდაც იგივე ის რო ჩეთერობით გაემარჯვებინა რაღაცეები, მაგას იგივე რაღაცები ეკეთებინა, რაც გააკეთა. ვერ იტყოდი რომ გოუთი არის. რატო ვერ იტყოდი? მიუხედავდი, ახე დოპინგი თუ ეგრე მესის სპორტში სადაც ყველაზე მთავარი არის fair play. მუდრიკიც იკეთებს, მაგრამ მაქსიმუმ ბიჭო
სპორტი, სადაც ერთი-ერთზე არის, ერთი-ერთზე ბრძოლა არის, ერთი-ერთზე ბრძოლა არის. სადაც ყველაზე მთავარი არის fair play, მესი და ჯონ ჯონსი გავხდე მე. ხითა, მისმინე fair play, სადაც არის ყველაზე მთავარი, იქ როდესაც არ თამაშობ სამართლიანად, არ ხარ გოუთი. როგორც არ უნდა ატყიო. მორალური არგუმენტია ჩემი აზრით, მაგრამ შენ გადაწყვიტე მოკლედ. ვიტყოდი ახლა. ვიტყოდი ახლა რაღაცას, მაგრამ ძალიან რთულია. ანუ მორალურობა არ წაგიღოს. მორალურობა რა შუაში არის, ანუ ისეთი რაღაცები მითხრა როგორ არ წამიღო. არ უნდა წაგიღოს. შეუძლებელი არის. ეგრე მაგრამ აი ოსი დალია და გავახსენოთ მაგას მეზის იმასეზე. დალია. ბოლო დისაიდერი გადამწყვეტი დებულება, სადაც ნახოთ გაიყოფა თუ არა თქვენი აზრები. YouTube-ის მაყურებლებს დრამა უფრო უყვართ, ვიდრე ნიჭს საფასები. დრამა მეტია ნიჭზე YouTube-ის მაყურებლებისთვის. მზად რო იქნებით, მითხარით. მზად ვარ. 3, 2, 1. ვა. მოდი დაიწყე. 100% ეთანხმები, რომ დრამა უფრო უყვარს YouTube-ის მაყურებლებს. მოდი დავიწყოთ იმითი, რა არის ყველაზე პოპულარული. YouTube-ზე რომ ნახო თუნდაც კონტენტის მხრივ გინდა ეხლა, გინდა ადრე, როგორც არ უნდა ატრიალო რა. რა ხდება ლოგან პოლთან, რა ხდება PDD-სთან, რა ხდება წუპაკასა და სალომე კაპანაძის ისტორიაში და ასე შემდეგ. შეგიძლია სახელები საქმე რა ქვია დაბლარო რა და დაადო. ანუ როგორი რაღაცაც არ უნდა იყოს რა, ანუ ყოველთვის რაც არის დრამა, ბევრად უფრო მეტად საინტერესო არის მაყურებლისთვის, ესე რომ ვთქვათ, ყვითელი ამბები ბევრად უფრო საინტერესო რაღაცა არის, ვიდრე ის რომ ნიჭზე იყოს რა, ნიჭს როდესაც უკეთებ პოპულარიზებას რა, ანუ ეს ყველაფერი არის ძალიან დროში გაწელილი, ძალიან რთულად ხდება ეს ისა, მაგისი ესე რომ ვთქვათ, პოპულარიზება და მაყურებელს ნელ-ნელა ითრევ, მაგრამ დრამა დადგი და ყველა შენი არის. ეგრევე შენი არიან. რატომ არის ჩვენთან ყველაზე მეტად ისეთი პროექტები არის ნახვადი, როგორიც არის Prime House-ი, თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ ყველა თვლით რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე იდიოტური რაღაცაა, რაც შეიძლება რომ გაეკეთებინათ, იმიტომ რომ ხო, ანუ მან ერთ-ერთი რაც ხდება არის დრამა. ნაზღაიძის სეზონს უყურეს. დრამა, ხო, აი გიყურებია. დრამას უყურებდი, ხო? არა, თლიანად არ მიყურებია სეზონისთვის, მაგრამ რამდენჯერმე ჩავთე. რატომ არის რომ თუნდაც შენთან ბოლო პერიოდში ერთ სეზონს კი ნაზღაიძის სეზონს თუ რომელიღაცა სეზონს უყურე ერთს. აი ხა ყველა იმას არა, მაგრამ 24 საათი არა სულ ლაივში რო იყო, მაგრამ ვადევნებდი რა თვალს. ვინ მოიგო ბოლოს? გონი ნაზღაიძე. ხო, გოუთი არის. ჯონ ჯონსი არის. ხალხს შეიძლება იდაოს რომ თუნდაც იგივე რა, ანუ ჩემი არხი რო დავიწყე რა, საინტერესო რაღაცებს ვაკეთებდი მაგარხზე, მე ეგრე ვთვლი რა, მაგრამ ხალხისთვის უფრო საინტერესო აღმოჩნდა დრამა, როდესაც ერთი გოგო ყავდა და 6 ბიჭი ვისხედით აქეთ და რაღაც კითხვებს გვისვადა და ჩვენ პასუხობდით. შენ სარხზეც ბოლო პერიოდში ალბათ ყველაზე მეტი ნახვა აქვს პავდედიზე გაკეთებულ ვიდეოს. და როგორ გინდა, ანუ კი, ხო და როგორ გინდა მითხრა რომ ანუ ხალხს დრამა უფრო ნაკლებად აინტერესებს ვიდრე ნიჭი. ანუ ნიჭი კი ბაზარი არა, ფასდება, მაგრამ იმდენად ნახვადი არ არის, იმდენად მეტ თვალს ვერ მიიქცევს, რამდენადაც დრამა. იმიტომ რომ დრამა ამოძრავებს ზოგადად მსოფლიოს, დრამა ყიდის, დრამა არის ყველაფერი, ნინა დრამა, ჰიტა დრამა, ოზი დრამა, ანდრო დრამა, აქაც დრამა რო არ იყოს, არ ვიქნებოდით აქ. ჰიტა აქ რო უბრალოდ ნიჭზე იყოს, მე და შენ დავჯდებოდით და რაღაც კალკულაციებს გავაკეთებდით და კაცი შვილი არ გვიყურებდა. დრამა გვაქვს დადგმული, წეღან ვიდავეთ, რა ვიცი, ლამის იყო დავაყარეთ მე და შენ, იმაზე რომ ჯონ ჯონსი გოუთია თუ არა. ამ დროს ეხლა მაგის გამო ხო არ ვიჭუბებთ ჩვენ, მაგრამ ეგრე რო არ დაძაბულიყო, ეგეთი სანახაობრივი არ იქნებოდა. თუნდაც იგივე არის, როდესაც რაღაცა საინტერესოზე ვთანხმდებით აქ, ხო? ანუ დავთანხმდით ორივე აქ, ვისაუბრეთ და მორჩა. გავიარეთ. ამ დროსაც არ უნდა ეგრე მოხდეს ბევრჯერ, იმიტომ რომ ნახვადობა არ ექნება. როდესაც არის დრამა, აქეთ-იქით გადაწეული, ჩვენ ვდაობთ და ხალხი ვიყურებს. რას დაუპირისპირებ? არის ეს ამ არგუმენტს ამ თვითონ გადაცემას. მაგრამ ნიჭიერები რო არ ვიყოთ, ეს დრამაც ვერ იქნებოდა. ნახე. მოდი ავიღოთ ეს რადგან შენ რო დაგესვა კითხვა, რა უფრო დიდ ყურადღებას მიიქცევს მოკლებადიან პერსპექტივაში, მაშინ სწორებას ხვია 100% დრამა. მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ YouTube-ზე, YouTuber-ობა და YouTube-ზე მოღვაწეობა ზოგადად არის ძალიან გრძელვადიანი და დროში გაწელილი პროცესი რა. ანუ YouTube-ზე თუ შენ გინდა რაღაც კარიერა გაიკეთო, უნდა გათვალო რა, სად იქნები 5 წელიწადში, 7 წელიწადში, 10 წელიწადში თუნდაც. ყველა დიდი YouTuber-ი ამერიკაშიც ვინც არის ცნობილი და თუნდაც აქაც
უკვე 10 წელია თითქმის მაგ საქმეს აკეთებს. მაგრამ მოდიან დრამიდან. მოიცა. ხო და შესაბამისად, ნახე რა ხდება, დრამა შენ რაღაცა ისე პიქს გაკეთებინებს, მაგრამ მე ყველა პიქს აქ ისევ ქვემოთ ჩამოსვლა. და ამ სფეროში ზოგადად, ნახე და მე ისევ დრამას დავრო აქციოს ზევით. ხო და ნახე YouTube-ზე Amazon-ის ჯუნგლებში მაგალითად. YouTube-ზე ის კი არ არის თავარი რომ ყველაზე ძნელი რა არის YouTube-ზე. ნახვების დაგროვება და ცნობადობის მოპოვება და subscriber-ები კი არ არის ყველაზე ძნელი. ყველაზე ძნელი არის რომ სტაბილურად იყოს საინტერესო და კონსისტენტურობა არ დაკარგოს. და მაგიტო გჭირდება დრამა რო შექმნა ჰიტა სხვადასხვა რაღაცეებიდან. ეხლა როგორც საინტერესო ხარ, ეგრე იყო 2 წლის მერე, 4 წლის მერე. შესაბამისად, ამას იმდენი ხანი მუშაობა ჭირდება და იმდენად ნიჭიერება ჭირდება, რომ მოსაწყენი არ გახდე რაღაც პერიოდის შემდეგ, რომ აუცილებლად ნიჭი არის უფრო მთავარი. და დრამა შეიძლება დადგა, მაგრამ მე მოგიწევს ახალი დრამის დადგმა და სადღაც ეს დრამა აღარ მუშაობს. ანუ ისევ და ისევ დრამას თუ არ დადგავ, შეიძლება ჩამოვარდე იმ შენ პედესტალიდან სადაც ხარ. ხო და ეხლა უკვე რა ხდება, მაგალითად მე ჩემი არხი მგონია, ალბათ ერთ-ერთი უნიკალური არხი საქართველოში, იმიტომ რომ ჩემ არხს არასოდეს არ ქონია დაღმასვლა. ანუ რაც დავიწყე 2018 წელს, სულ არც პიკი არ მქონია რა, არც გავარდნილ ვარ. სულ მემატებოდა სადღაც 3-4 გამომწერი თვეში და ის გაგრძელდა 7 წელი. ეხლა მყავს 200.000-მდე. ანუ მე არც დრამა დამიდგამს არასოდეს. არც არაფერი ეგეთი შესაბამისად დაღმასვლაც არ მქონია. გინდა ერთი რაღაცა გითხრა, სადაც დრამა გაქვს გამოყენებული, დრამას რას ვეძახი, რაღაცა ისტორიის თხრობა არის. თამბნეილი, ყველა თამბნეილი დრამა არის, როგორც არ უნდა. კლიკბეიტი რა არის? დრამა არის. ზუსტად მაგის გამო არიან, რომ შეიძლება მხიარული წუთი ჩაირთვა ამასობაში შეგიძლიათ. ზუსტად ეგ არის რა, დრამა არის ნებისმიერი რაღაცა, რაც ტიპებს აფიქრებინებს რაღაცა ისეც, რომელიც უბრალოდ ხო არ არის რა ყოველდღიურობა. დრამით შენ ხალხს ვერ შეყვარებ თავს. თავს შეყვარებაზე არ არის, ანუ მაყურებელს რა აინტერესებს. ხო და მაყურებელს შეიძლება ახლა დრამა აინტერესებს, მაგრამ 2 წლის მერე და 4 წლის მერე დრამა აღარ აინტერესებს. ან ნახე როგორ რაღაცა არის, სხვა რაღაცა აინტერესებს. თუნდაც იგივე შენ დროს უნდა გაუძლო, დროის გადლების რესურსი ჭირდება და მაგისთვის დრამა არაფერს არ შეიძლება. ჩვენ ვართ სტორითელერები. ჩვენ ვართ სტორითელერები, ხო ესე ვამბობთ, ხო? იუთუბერები ვართ სტორითელერები რა და ისტორიას ყოველთვის ჭირდება დრამა. დრამა არის ის, რაც ამოძრავებს ისტორიას. და ზუსტად მაგიტო არის, რომ ყველამ ვიცით ის, რომ დრამა რაღაც დოზით გვჭირდება ყველაფერში. დრამატურგიულად თუ არ გაწერე რაღაც საინტერესო კონტენტი რა, ვერ იქნება მან. რამდენადაც ნიჭიერი არ უნდა იყო, ნიჭიერი ვარ, მაგრამ მღერი, მაგრამ ყველას ციხელზე კიდია ეგ ჩემი სიმღერა. თუ სიმღერაში დრამა არ მექნება. თუ არ იქნება ისტორია მაგაზე, ხო არის ეგრე. ნებისმიერ შემთხვევაში ეგრე არის ჰიტა. შენ როცა ხნი, შენ როცა სატელევიზიო ფორმატს, სადაც იქ დრამა გჭირდება და ნიჭიერს ვერ მოიგებ თუ ისევ შენ მაგალითზე გეტყვი. რატო? ანუ ეგ სხვა რაღაცაა. შენ მაგალითზე გეტყვი, რეაქციებს როდესაც დებ. ანუ შენ კი მართალი არის ყველანაირად ანუ მაქსიმალურად ხარ ხოლმე როგორ იცი, ნაკლებად ემოციური, მაგრამ მაინც დრამა გაქვს იქ, როდესაც რაღაცა ემოციას გამოხატავ. როდესაც ვიღაცის გაკეთებულ რაღაცას განიხილავ, დრამას განიხილავ. ყველა შემიძლია, ნახე, ყველა მაგას ვაუბრიდან დრამა რო ამოვიღოთ და ნიჭიერება ჩავსვათ, იგივე ეს. ბიჭო, კი, მაგრამ ნებისმიერი რაღაცა. მაგდოზით დრამა და მაგდოზით ნიჭიერება, ყველაფერი მხიარულებას ბედნიერება. ნებისმიერი რაღაცა, მაგრამ დრამა არის ისტორიის ისტორიის თხრობის ერთ-ერთი ძალიან კარგი გზა. მაგრამ დრამა მაინდა-მაინც ის არ არის, რომ შენი აზრით ეხა ვიღაცა იუთუბერი რო 10 წელი მაგ საქმეს აკეთებს, დრამის ხარჯზე აკეთებს. ლოგან პოლი. ყველა ვიდეო რაც აქვს ლოგან პოლს თავის არხზე დრამა არის. არ არის? კარგი, მოდი შემოგიტრიალებ კითხვას მაშინ. ლოგან პოლის ყველა ვიდეოში არის თუ არა ბედნიერება, ან ნიჭიერება. ბიჭო, რა თქმა უნდა, მაგრამ დრამა არ გეუბნები, დრამა არის სტორითელინგის ერთ-ერთი ანუ ერთ-ერთი საშუალება, ერთ-ერთი ის საშუალება გადავდივართ ჰაერში და უკვე გონია რომ მოგვნით. აი, რავი, ვისაც კიდე ანუ იგივე ძველი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი რა ქვია, რეი უილიამ ჯონსონი რო აიღო, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი იუთუბერი იყო და OG იუთუბერი იყო რა. დღემდე აკეთებს კონტენტს, ახლა TikTok-ზე აკეთებს, მაგრამ რასაც აკეთებს ყובה, ისეთი თხრობის მეთოდი აქვს, რომ დრამა არის მანდაც რა. ანუ რაღაცას ისე გიყვება, რომ შენ ამ ყველაფერში გითხრევს, ისტორია გითხრევს და რაღაცნაირად დრამატურგიულად გიყვება რა. მაინდა-მაინც დრამა არ უნდა იყოს ის, რაც ანუ უეჭველი ნამდვილად მოხდა რა. ეგ არის ურთიერთობები. მაგიდა ამ გადაცემაზე, ნახე, ამ გადაცემაზე თუ პასუხობ და მე მორჩები, თუ გინდა წავაგო, თუ გინდა მოვიგო. ეხლა ჩვენ ხო დრამა დავდგით ჯონ ჯონსზე როგორც ვაზრობთ ხო? ნახე, ეხლა მე გთავაზობ ესეთ სცენარს. ამ გადაცემაში მე რო არ ვიყო საერთოდ და ოზის რო არ იყოს
და მარტო შენ იყო და შენ გიყურებდეს ესე ხალხი რა, რაღაცებს ლაპარაკობდეს შენთვის. და შენ რო გაძლო ესე 7 წელი და სპონსორებიც ყავდეს, ხალხის განატებოდეს ან 10 წელი. ეს ამას რის ხარჯზე იზამ, ნიჭიერების თუ დრამის? მარტო თუ არ, ალბათ ნიჭიერების, მაგრამ გარშემო რას ლაპარაკობ, ხო? რაც გინდა ილაპარაკე. მაგრამ ამ განაცემის ფორმატი რჩება თუ რაც გინდა, სულ ერთი. უბრალოდ მარტო ხარ. მარტო ვერ გავხოჩავდი ალბათ მაგადეს რომ 7 წელი ვისაუბრა. რა დრამა უნდა დავდგა, რა ჭირდა მქონდეს ეგეთი რა. შეიძლება არ ვიცი, რაღაც დონის მაყურებელი ყავდა. ყველა ფერში, ყველა რაღაც დოზით მაინც ვიყენებთ დრამას, იმიტომ რომ დრამა არის ის, რაც ნახვებს და ხალხის თვალებს იზიდავს. ხალხს რომელი უფრო უყვარს, დრამა თუ ნიჭი? ანუ ნახე, ბიჭო, შეიძლება იქცევს და უყვარს რა თქმა უნდა ნიჭი. ბიჭო, უყვარს უფრო ნიჭი. ფასდება YouTube-ზე, ანუ YouTube-ზე ფასდება ნიჭი, ხო? ანუ დრამა არ ფასდება, დრამა არის მოკლევადიანი და მოკლევადიანი YouTube-ზე არაფერი არ ფასდება. მოდი ეგეთი რაღაცა ვთქვათ რა. დაფასება რითი განისაზღვრება? დაფასება განისაზღვრება იმით, YouTube-ზე რითი განისაზღვრება? აუდიტორიით, წარმატებით, სპონსორებით, შემოსავლით, ფეიმით. კაი, მაშინ მე გეტყვი, როდესაც დრამას ვაკეთებდი, მაშინ მყავდა ყველანაირად დიდი აუდიტორია, მყავდა ძალიან კარგად სპონსორი და სპონსორები და იყო ყველაფერი კარგად. ესე რო ვთქვათ რა, როდესაც დრამას შევეშვი, როდესაც მე დრამას შევეშვი, აღარ არის იმდენი ნახვები, აღარ არის ისეთი სპონსორები, როგორიც იყვნენ. არის ეგრე, შენ არასდროს არ გიფიქრია, მაგრამ შეიძლება შენ დაუნებურად აკეთებ ყველაფერს ისე რომ დრამა არის მაგაშიც. მაშინ დრამა ჩემში ზის. ყველაში ზის. მაგრამ ნიჭიერება არ ზის ჩემში. ნიჭიერებაც ის, მაგრამ ნახე როგორი რაღაცა არის YouTube-ზე ეგ ყველაფერი პირდაპირ შეგიძლია გაზომო ნახვებით რა. როდესაც დრამა არის, ნახვები არის ზევით, როდესაც დრამა ნაკლები არის, გაქვს ნახვები უფრო და. ეს შევაჭამოთ რა, ნახე. ეს YouTuber-ობა იმდენად ფართე რაღაცაა, რომ შეგიძლია დრამაზეც ააწყო კონცეფცია, შეგიძლია რა თქმა უნდა შეგიძლია ხიარულებაზეც ააწყო, შეგიძლია პოზიტივზეც, ნებისმიერ ემოციაზე და ნებისმიერ განწყობაზე. რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერს ჭირდება ნიჭი. თუ მაგას გაგებებ უნიჭოთ, მაინც არაფერი არ იმუშავა. როგორ არა? ჰაკ თუ აგერ ხო გახსოვს ეხლა რო იყო. მე მეგობ ნიჭიერი. ნიჭიერი რაში არის ბიჭო? ტიპა რა თქვა? ანუ რითი შეგიძლია რომ გაახარო კაციო კითხეს და უნდა დააფურთხო და ნიჭიერება არის ეჩემა ეგ ეხლა არ გამაგიჟო და ტიპი მაგის მერე პოპულარული გახდა იმით რომ YouTube-ზე გააკეთებინეს პოდკასტი, აიყვანა სააგენტო, მისცეს სპონსორები და რა ნიჭიერებაზე მეუბნები ეჩემა დრამა. დრამა რატო? აი შოუ-სპიდი ეხლა გამახსენდა უბრალოდ. აი შოუ-სპიდი რასაკეთებს ძალიან ნიჭიერი ტიპი არის, მაგრამ დრამის გარეშე არ იქნებოდა ეგეთი. არა, ხო, მე დრამის არგუმენტი. დრამას თუ ეძახი, ყველაფერს ეგრე ხო მაგრამ. მოდი ჰიტამ დალიოს და ხალხმა დაგვიმტკიცოს კომენტარებში რომ ნიჭს უფრო ალფასებები ვიდრე დრამას. ოღონდ ამ კითხვას ზან 50-50-ზე ვარ, უბრალოდ გრძნობ რომ აი წინა კითხვებში ცოტა დავულებრავ. მოდი ესე მოვისე, ნახე. შენ ხო ქონდა დრამაზე აწყობილი გადაცემა? კი. ეხა აღარ არის შენი გადაცემა. ვინ გითხრა? ჩემ თავზე აწყობილი გადაცემა და დრამა არისო და დღემდე არის. ხიტა, მან სხვა რაღაცა არის. მე დამეზარა მაგის ეკეთება, იმიტომ რომ ყელში ამომივიდა. იმიტომ რომ დრამა არ არის კარგი, არ ჩემთვის და არ სხვისთვის. არა, იმიტომ რომ უბრალოდ მე არ მომწონდა ის, რომ ადამიანები ერთმანეთს ცოტა ცუდად ექცეოდნენ მან. თორე შეგეძლო რომ გამიგზელებინა და ყოფილიყო ისე როგორც იყო და უფრო უკეთესად, იმიტომ რომ მაგ ყველაფრის განვითარების გეგმა მქონდა. მაგრამ არ გძელდება დრამაზე აწყობილი არაფერი, იმიტომ რომ ეს დრამა მთავრდება. ან აუდიტორიის გამო მთავრდება, ან შენ აღარ გინდა და მაგის გამო ეგეთ არგუმენტი. თუნდაც იგივე რომ სხვისთვის გადამემბარებინა არხი შეეძლო ძალიან თავისუფლად გაეკეთებინა, მაგრამ უბრალოდ მე თვითონ გადავწყვეტე რომ არ მექნა ეგ. იმიტომ შენ ხარ ნიჭიერი. ხო, და მე ყელში ამომივიდა ეგ. მაგრამ არ ფასტები. შენ ხარ ნიჭიერი. ანუ შენი აზრით რატო დავიწყე ეგ მაშინ, როდესაც ხო და მე შენ რო ხარ ნიჭიერი, ეგ აღიარე და მიაწექი ნიჭიერებას დაიკიდე დრამა. ბიჭო, ციხლზე რო კიდია ხალხს ეგ სანამ ვიღაცის რაღაცას იმას იზაო. ეხლა გვინდა ისა ფილოსოფიური და მოტივატორული სპიჩები. გარეთ გავაგრძელოთ, თუ გინდათ, იმიტომ რომ ჰიტა დამარცხდა, ოზი არ დამარცხებულა ჰიტა აქ, ნამდვილად არავინ არ დამარცხებულა, არავინ არ გამარჯვება. ვაგრძელებდი მაგით, რომ ამ გადაცემაში მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოიგებს რეალურად და ვინ რამდენი ჭიქით მეც დალევს. რეალურად ისაა, რომ მოისმინოთ ის, რაზეც საუბრობენ ჩვენი სტუმრები Hub 44-ში. დიდი მადლობა. ასეთ საინტერესო საუბრისთვის, იმიტომ რომ მე ძალიან ვისიამოვნე. მაყურებელს ვთხოვ, რომ თითო დებულება დაგვიწერონ, რაც სურთ რომ გამოვიყენოთ შემდეგ შოუებში და თან გვითხრან რამდენი სწორი გადაწყვეტილება მივიღე მე. არ ვარ დარწმუნებული, სწორი გადაწყვეტილება მივიღე ყველა ჯერზე, მაგრამ იმ მომენტში ეგრე ვიგრძენი. მადლობა მოდიჯებისთვის, ოზისთან ალპარაკი სულ სასიამოვნოა. მადლობა დიდ. გადაცემაშიც და ისე.